ხელოვნური ინტელექტი ყოველდღიურად უფრო ჭკვიანი ხდება, თუმცა მისი შესაძლებლობები დიდწილად იმაზეა დამოკიდებული, რა ენასა და რა ხარისხის მონაცემებზეა ის გაწვრთნილი. სწორედ ამიტომ დღეს მსოფლიოს არაერთი ქვეყანა საკუთარი ენის ციფრული რესურსების შექმნაზე მუშაობს, რათა AI მომავალშიც მათ ენაზე ზუსტად ბუნებრივად და კონტექსტის გათვალისწინებით მუშაობდეს. ამ გლობალურ პროცესს საქართველოს უერთდება ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტმა ქართული ენის ციფრული სუვერენიტეტის ინიციატივის ფარგლებში შექმნა ქართული ენის მასშტაბური ციფრული რესურსი, რომელიც უკვე ხელმისაწვდომია საერთაშორისო AI ეკოსისტემისთვის. რას ნიშნავს ეს ქართული ენის ტექნოლოგიური განვითარების და ჩვენი ქვეყნისთვის, რამდენად შეუძლია ამ პროექტს გააუმჯობესოს თანამედროვე AI მოდელები და რატომ არის მნიშვნელოვანი, რომ ქართულ ენას ძლიერი ციფრული საფუძველი ჰქონდეს ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის რექტორთან ნინო ენუქიძესთან ვაგრძელებთ თემაზე საუბარს. ქალბატონო ნინო, მოგესალმებით. ძალიან დიდი მადლობა სტუმრობისთვის და თქვენი დროისთვის. პირველ რიგში, რა თქმა უნდა, ვისაუბროთ თუ რას მოიცავს ქართული ენის სუვერენიტეტის პროექტი და რამდენად მასშტაბურია ის ციფრული ბაზა, რომელიც შეიქმნა და როგორ მიმდინარეობდა ამ პროექტზე მუშაობა. ქართული ენის ციფრული სუვერენიტეტის პროექტი არის ძალიან მნიშვნელოვანი ინიციატივა ჩვენი ქვეყნისთვის, ვინაიდან ქართულ ენაზე საუბრობს გაცილებით ნაკლები ადამიანი, ვიდრე მაგალითად ინგლისურ ენაზე მსოფლიოში, ან ესპანურ, ან სხვა საერთაშორისო ენებზე. შესაბამისად, კრიტიკულად მნიშვნელოვანია, რომ ქართულ ენაზე არსებული ენის მასივები, ის მონაცემები, რომელიც ონლაინ სივრცეში გვხვდება, ერთის მხრივ იყოს მოცულობითი ზრდადი, მასშტაბური და მეორეს მხრივ მათი ხარისხი შესაბამებოდეს იმ სტანდარტს, რომელიც სტანდარტითაც ჩვენ გვაქვს სურვილი, რომ AI მოდელები ტრეინინგდებოდეს და იქმნებოდეს. ამ მიზნისთვის ჩვენ პალიტრა ჯგუფთან პარტნიორობით შევიმუშავეთ პროექტის რამოდენიმე ეტაპი, რომელიც მრავალმილიონიან თუ არა ტრილიონიან ბაზებს მოიცავს. ეს არის ენობრივი მონაცემები, ტექსტები, სხვადასხვა ტიპის ტექსტები, როგორც კვლევითი, ანალიტიკური, სამეცნიერო, ისე საინფორმაციო და სხვა, რომელიც განთავსებული არის მსოფლიოში ყველაზე ფართოდ გამოყენებად ციფრულ რეპოზიტორზე, GitHub-ზე. ის უკვე ხელმისაწვდომი არის ნებისმიერი საერთაშორისო თუ ადგილობრივი დეველოპერისთვის, კომპანიებისთვის, ვინც AI მოდელების ტრეინინგზე მუშაობს, შექმნაზე მუშაობს. ეს არის ხანგრძლივი პროექტი და ჩვენ გვაქვს სურვილი, რომ ეტაპობრივად გაიზარდოს მოცულობა იმ ენობრივი მონაცემებისა, იმ ინფორმაციის, რომელსაც განვათავსებთ GitHub-ზე და სხვა რეპოზიტორებზე და დავეხმაროთ ადგილობრივ ქართველ დეველოპერებს, ისე როგორც საერთაშორისო ორგანიზაციებს, რომ ქართული ენის მოდელები იყოს სწორი, მას ესმოდეს კონტექსტი, შინაარსი იმ ტექსტისა, რომელსაც ამუშავებს და გრამატიკულად გამართულად და სწორად საუბრობდეს. 12 მილიონი ტოკენი ჟღერს ძალიან საინტერესოდ. რას ნიშნავს მარტივი ენით რომ ავუხსნათ ჩვენს მაყურებელს და ასევე საინტერესოა ისიც, როგორ გახდა ეს რესურსი საერთაშორისო AI ეკოსისტემისთვის ხელმისაწვდომი. დღეს მდგომარეობით უკვე ტრილიონებამდე არის ასული ტოკენების რაოდენობა, რომელსაც ჩვენ ვაზიარებთ. ხაზგასმით მინდა ვთქვა, რომ ეს არ არის ჩვენთვის კომერციული პროექტი, არის ინიციატივა, რომელიც გულისხმობს ქართული ენის ციფრული სუვერენიტეტის გაძლიერებას ონლაინ სივრცეში და ტოკენები სწორედ არის იმ ალბათობათა სიხშირე, რომლითაც ესა თუ ის ფრაზა, სიტყვა, სიმბოლო არის გამოყენებული. ამისთვის ჩვენ ვიყენებთ არა მხოლოდ ჩვენს ყოველდღიურობაში, ჩვენ სასაუბრო ენაში გამოყენებულ ტექსტებს, არამედ ვიყენებთ ისეთ ჩვენი ქვეყნისთვის, ჩვენი ეროვნული იდენტობისთვის ისეთ მნიშვნელოვან ტექსტებს, როგორც არის ვეფხისტყაოსანი, ზოსიმას ტექსტი, დედაენა და შემდეგ. ამის შესახებ ჩვენ გვქონდა აგრეთვე აქტიური კომუნიკაცია. საუბარი არის იმაზე, რომ უბრალოდ ტექსტის არსებობა ონლაინ სივრცეში ზუსტად არ ნიშნავს იმას, რომ ხელოვნური ინტელექტს ეს ტექსტი ისეთივე შინაარსით ესმის, როგორც ჩვენ გვესმის, როდესაც ვთქვათ ერთმანეთთან საუბრობთ, ან ამ ტექსტს ვკითხულობთ, ხო? მნიშვნელოვანი არის, რომ განმარტებული იყოს აი ამ სხვადასხვა ტექსტების კულტურული შინაარსი, განმარტებული იყოს კონტექსტი, ის მეტაფორები, რომელსაც ეფუძნება ამ ტექსტის შექმნის ლოგიკა. ამისთვის ჩვენ შევქმნით ტექსტის დამუშავების ერთგვარი სემანტიკური მოდელი, ენაზე მუშაობის სემანტიკური მოდელი და სწორედ ამ მოდელზე გადაწყობილი მონაცემები იქნა ატვირთული ამ პირველ ეტაპზე GitHub-ზე, როგორც მოგახსენეთ, სხვა ციფრულ რეპოზიტორებზე უკვე მალე შეგვხვდება.
კი ბატონო, რა იყო ის გამოწვევები და პრობლემები, რაც ხელოვნურ ინტელექტს ჰქონდა ქართულ ენაზე მუშაობის ნაწილში და რამდენად მნიშვნელოვანია, რომ იყოს სიღრმისეული ცოდნა ხელოვნური ინტელექტის ნაწილში იმისათვის, რომ თქვათ გამოყენება შემდეგ ამ პლატფორმების იყოს გაცილებით უფრო ეფექტური. დარწმუნებული ვარ, ყველა ადამიანი, ვინც ახლა ჩვენს საუბარს ისმენს, ვინც ამ ეთერს უყურებს, ერთხელ მაინც ქონია ამ ადამიანს გამოცდილება, რომ ესაუბრებოდა რომელიმე AI chatbot-ს და ქართულ ენაზე AI-ის მიერ გენერირებული პასუხი არ იყო სწორი, არ იყო ზუსტი, იყო ხარვეზებით, ან სიტყვაში, ან გრამატიკულ წყობაში იყო რაღაც ხარვეზები, რომელიც მიგვაჩნია, რომ არის მნიშვნელოვანი გამოწვევა, ვინაიდან ხელოვნური ინტელექტის გამოყენება მაგალითად განათლების სფეროში ძალიან სწრაფი ტემპით იზრდება და ის მომხმარებლები, როგორიც არიან სკოლის მოსწავლეები, სტუდენტები თუ ვინმე სხვა, ეს შეიძლება იყოს მეცნიერი, მკვლევარი, ბიზნეს ანალიტიკოსი, ჟურნალისტი, ნებისმიერი პროფესიის ადამიანი იყენებს დამეთანხმებით AI-ს, ის რომ ხელოვნურმა ინტელექტმა დააგენერიროს ინფორმაცია, რომელიც არის სწორი, გამართული, რომელიც ეფუძნება სიღრმისეულ ანალიზს იმ ტექსტისა, რომელიც მასთან არის გაზიარებული, ჩვენთვის მნიშვნელოვანია, კიდევ ერთხელ ვიტყვი, ქართული ენა არ არის საერთაშორისო ენა, შესაბამისად, ქართულ ენაზე არსებული ონლაინ ენობრივი მასივები არ არის მასშტაბური და ჩვენ მუშაობთ იმაზე, რომ მათ შორის საარქივო მასალები, რესურსი, სხვადასხვა გაციფრულებული ლიტერატურა, რომელიც ონლაინ წვდომაში ამ ეტაპზე შეიძლება არც არსებობდა, ღია წვდომაში, ჩვენ ეს გავაციფრულეთ, მოვიპოვეთ არქივებზე წვდომა და კიდევ გრძელდება მუშაობა სხვადასხვა ორგანიზაციებთან, ვინც ფლობს ამგვარ მეგამონაცემებს, რომ განვათავსოთ პირველ რიგში მოვახდინოთ მათი ტრანსფორმაცია AI-ისთვის გასაგებ ენაზე, კოდით და შემდეგ უკვე განვათავსოთ ეს იმ მასივებზე, რომელიც გამართავს საერთაშორისო AI მოდელებს და სისტემებს, რომელიც ქართულ ენაზე გვსურს, რომ საუბრობდეს გამართულად, ლოგიკურად და შინაარსის სიღრმისეული გაგებით. კი ბატონო, ძალიან სწრაფად ვითარდება მსოფლიოში AI და აქედან გამომდინარე მინდა გკითხოთ, ქართულის მსგავსი მცირე ენების გაციფრულების ნაწილში როგორია ტენდენცია და ჩვენ რამდენად მოწინავეები ვართ ამ ნაწილში? მე მინდა ერთი კომენტარი გავაჟღერო, რომელიც გაკეთდა ბიზნესსა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის მიერ ზოგადად ხელოვნური ინტელექტის სფეროში განხორციელებული ინიციატივების მიმართ მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის დამფუძნებლის კლაუს შვაბის მიერ, რომელმაც თქვა, რომ ერთ-ერთ კონფერენციაზე, რომელსაც ასობით სტუმარი ესწრებოდა, მან განაცხადა, რომ ბიზნესსა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის მოდელი, კონცეფცია არის სწორედ მომავლის უნივერსიტეტი, რომელიც პასუხობს ყველა იმ საერთაშორისო გამოწვევას და საჭიროებას, რომელიც ციფრული ტრანსფორმაციის პროცესში მსოფლიოში არსებობს და ამ მხრივ ნამდვილად შემიძლია ვთქვა, რომ ბითი მოწინავე არის საერთაშორისო დონეზე, არა მხოლოდ ქართული ენის ციფრული სუვერენიტეტის პროექტის კონტექსტში, არამედ ყველა AI ინიციატივით, რომელსაც განათლების სფეროში ვახორციელებთ. რა თქმა უნდა, შევისწავლეთ სხვა ქვეყნების გამოცდილება, სამწუხაროდ ვერ ვიტყვი, რომ მოწინავე არის რომელიმე ქვეყანა, რომლის მაგალითსაც ჩვენ მივბაძავდით ან რაღაც ნიმუშად ავიღებდით, ნამდვილად არ იყო ესე, თუმცა არის მცდელობა ბევრ ქვეყანაში, სადაც ენის მასივები არის მცირე, ხელოვნური ინტელექტის მიერ იმ ენაზე საუბრის გამოწვევა არის მაღალი, ისევე როგორც ქართულ ენაზე. კიდევ ერთხელ ვიტყვი, გამიჭირდება დავასახელო რომელიმე ქვეყნის გამოცდილება, რომელიც ამ შემთხვევაში იქნებოდა მისაბაძი. თუმცა არსებობს AI მოდელების კონკრეტულ ენაზე ტრენინგის მეთოდი, არსებობს საერთაშორისოდ აღიარებული მეთოდოლოგია და სწორედ ამ მეთოდით ჩვენი მეცნიერების და მკვლევრების გუნდი მუშაობს იმისთვის, რომ ყოველდღიურად, თქვენ როდესაც ესაუბრებით AI მოდელებს, უფრო მეტად გამართულად დაგიბრუნოთ უკავშირი. ან თამამად შეიძლება ითქვას, რომ სწორედ საქართველოს და ქართული გამოცდილება შეიძლება გახდეს სამაგალითო. ნამდვილად ეგ ამბიცია გვაქვს და იმედი გვაქვს, რომ ამ გამოცდილებას გავაზიარებთ ბევრ საერთაშორისო ასპარეზზე, ზოგადად საერთაშორისო ასპარეზზე და ბევრ ტრიბუნაზე, რომელიც ეთმობა ზოგადად განათლების სფეროში მომუშავე ორგანიზაციების მიერ ხელოვნური ინტელექტის გამოყენების საუკეთესო სტანდარტებს. ქალბატონი ნინო, არსებული დახვეწილი და გაფართოებული შესაძლებლობები უკვე სამომავლოდ ქართული AI პროდუქტების, სტარტაპების, კვლევითი ნაშრომების მიმართულებით რამდენად შეიძლება იყოს
წინაპირობა იმისა, რომ გაცილებით კარგი შედეგი დაიდეს. აუცილებლად უნდა იყოს წინაპირობა, მაშინ როდესაც პირველად ესეთი პოპულარული გახდა, მასობრივად პოპულარული გახდა ხელოვნური ინტელექტი, მაშინ გაჩნდა ესეთი კითხვა, რომ თქვათ მეცნიერებს, მკვლევრებს რამდენად შეუძლიათ ამ რესურსის გამოყენება და თქვათ სად არის ზღვარი მათი საავტორო ნაშრომისა და ხელოვნური ინტელექტის მიერ გენერირებული რაღაც ინფორმაციის თუ კვლევების შორის. საბედნიეროდ დღეს არსებობს ის მოდელები, ის სისტემა, როდესაც კვლევაში, სამეცნიერო საქმიანობაში, სწავლებაში, ზოგადად განათლების სისტემაში, როგორ შეიძლება ხელოვნური ინტელექტი გამოყენებული იქნას ისე, რომ ის არ დაუპირისპირდეს მკვლევარის გამოცდილებას და ექსპერტიზას, არამედ იყოს დამხმარე, პირიქით უფრო გააძლიეროს ის რესურსი, რომელიც ადამიანს საკუთარი ცოდნითა და გამოცდილებით წლების განმავლობაში აქვს შექმნილი. ამ მოდელის დანერგვას მარტო კვლევით პროცესში არა, სწავლების პროცესში BTO ახორციელებს ძალიან აქტიურად და ძალიან მოკლე პერიოდში, უახლოეს მომავალში ჩვენ გავაზიარებთ იმ სტრატეგიას, რომელიც ალბათ ერთ-ერთ მოწინავე თუ არა პირველ უნივერსიტეტად გადაგვაქცევს მსოფლიოში, რომელიც ამ დოზით AI ინსტრუმენტების გამოყენებას ახორციელებს საკუთარ ძირითად ფუნქციურ საკითხებში. როგორია ხედვა, რა სფეროებში შეიძლება ვიხილოთ ამ პროექტის შედეგები ყველაზე ნათლად? ეს იქნება განათლება, ახსენეთ თქვენ, ბიზნესი, სახელმწიფო სერვისები თუ რა მიმართულებით? ჩვენ შევქმნით ესეთი პლატფორმა BTO AI, რომელიც BTO AIG ამ ვებგვერდზე შეიძლება ამ ნამუშევრების ნახვა. ეს არის ძალიან დიდი პორტალი, რომელიც კვლევით ეკონომიკურ ბიზნეს ანალიტიკურ კვლევებს, სხვადასხვა კვლევით ანგარიშებს, სხვადასხვა ინდუსტრიების შესახებ, როგორიც არის განათლება, ბიზნესი, ტექნოლოგიები, სოფლის მეურნეობა, კიბერუსაფრთხოება, ზოგადად ტექნოლოგიების ცალკეული ინდუსტრია და ასე შემდეგ. ამის გარშემო AI-ის გამოყენებით და ჩვენი მეცნიერების და მკვლევართა ჯგუფის ჩართულობით აგენერირებს ძალიან მოცულობით ინფორმაციას, რომელსაც მაგალითად მედიის, ზოგადად მედია საქმიანობის აბსოლუტური ტრანსფორმაცია შეუძლია, მაგრამ ამის გარდა ვიტყოდი ნებისმიერ ბიზნეს საქმიანობაში, მაშინ როდესაც ადამიანი საკუთარ სამუშაოს ფარგლებში თქვა მის მიერ დაკისრებულ ვალდებულებას ასრულებს, ჩვენი ხედვა, არა მხოლოდ ჩვენი, საერთაშორისო ტექნოლოგიური ეკოსისტემის ხედვა არის ის, რომ AI იქნება განუყოფელი ინსტრუმენტი ჩვენი ყოველდღიური საქმიანობის, რაც უფრო მალე გადაეწყობა საქართველოს ამ რელსებზე და კერძო სექტორი, ისევე როგორც საჯარო სექტორი, ვინაიდან ზუსტად საჯარო სექტორ სახელმწიფო ორგანიზაციებს აქვთ ძალიან მასიური მონაცემთა აუზები, ტექსტური მონაცემები და ინფორმაცია, რომლითაც შეუძლიათ საკუთარი AI სისტემების ტრენინგი. ეს გაცილებით უფრო მაღალი არის, ვიდრე კერძო სექტორში არსებული ხშირ შემთხვევაში კერძო სექტორში არსებული მონაცემები შესაბამისად დასანანი იქნება, რომ სწრაფად და ეფექტიანად არ გამოვიყენოთ ეს რესურსები და არ გავზარდოთ ჩვენი AI სისტემები ისე, რომ მან გაგვიუმჯობესოს, გაგვიმარტივოთ ყოველდღიური საქმის წარმოება ერთის მხრივ და მეორეს მხრივ უფრო ხარჯთეფექტური და ინოვაციებზე ორიენტირებულ ორგანიზაციებად არ გადაგვაქციოს. და ბოლოს მინდა გითხრათ, ქალბატონ ნინო, რა არის ამ პროექტის შემდეგი ეტაპი, გაგრძელებას როგორ განიხილავთ? ბუნებრივია მუდმივად ცვალებად და ტრანსფორმირებად ციფრულ ეპოქაში, ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში ერთხელ შექმნილი ბაზა არ არის საკმარისი იმისათვის, რომ შედეგი დაიდოს. რა იქნება შემდეგი ეტაპი? შემდეგ ეტაპზე პირველ რიგში გვინდა რომ გავზარდოთ ჩვენი პარტნიორების რაოდენობა, გავზარდოთ იმ მილიონობით მონაცემთა მოცულობა, რომელიც გაზიარებული არის იმისთვის, რომ AI მოდელების ტრენინგი განხორციელდეს, გავასაჯაროთ კიდევ ერთხელ ყველა ეტაპზე ეს მასალა, რასაც ჩვენ დავამუშავებთ. მეორეს მხრივ გვინდა რომ ჩვენი გამოცდილება ზოგადად განათლების სფეროში AI-ის გამოყენების, ინტეგრირების და საუკეთესო პრაქტიკის შესახებ გავუზიაროთ მსოფლიოს, სადაც მსოფლიო ეკონომიკურმა ფორუმმა აღიარა ჩვენს მიერ ჩატარებული სამუშაო, ვფიქრობ, რომ ყველა ორგანიზაცია დაინტერესდება ამით და საქართველოს ნამდვილად შეიძლება გახდეს როლური მოდელი იმ უმაღლესი საგანმანათლებლო ან ზოგად საგანმანათლებლო დაწესებულებებისთვის, რომელსაც სურს ციფრული ტრანსფორმაცია და არ იცის საიდან დაიწყოს. ძალიან დიდი მადლობა სტუმრობისთვის, საინტერესო საუბრისთვის და ძალიან საინტერესო და საჭირო პროექტის გაცნობისთვის. ნინო ენუქიძე, ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის რექტორი იყო ჩვენი სტუმარი.